მე რო ერთი წუთი მქონდეს ვილაპარაკებდი იმ უზარმაზარ სამყაროზე, რასაც თქვენ მშვენიერება. მშვენიერება, რომელიც ჩვენს მიღმა ჩადის ძალიან ხშირად, აი ამაზე მткиვა ყველაზე მეტად. ერთი წუთი რომ მქონდეს, რაზე ვისაუბრებდი და ალბათ სიკეთეზე. მე რომ მქონდეს ერთი წუთი მქონდეს, ალბათ ვისაუბრებდი პოეზიაზე. პოეზიაზე საუბარს შევძლებთ, იმედი მაქვს და ჩემს ამ ერთ წუთს დავუთმობდი ადამიანს, რომელსაც აქვს სათქმელი. ჩემ ერთ წუთს დავუთმობდი ექიმს. თქვენ გაქვთ ერთი წუთი და თხოვთ ილაპარაკეთ. ანუ შეგიძლიათ საერთოდ არ ილაპარაკოთ, სიჩუმე ხანდახან ლაპარაკზე მეწყოლია. თქვენ გაქვთ ერთი წუთი, ილაპარაკეთ რაზეც გნება. თქვენ ხმას ხალხი გაიგებს. ორი წუთი რომ მქონდეს, ერთ წუთს აუცილებლად დავუთმობდი ბათუმის სასტუმროების არაადეკვატურ ფასებს და ადგილობრივი ინსტიტუტების საშინელ სერვისს, მაგრამ ეხლა ალბათ დავუთმობ ერთ წუთს იმას, რაც ყველაზე უფრო მიტრიალებს თავში, ეს არის ელექტრონული მუსიკა. გამოიკვეთა, რომ ყველა ჩამოსული ბენდის მუსიკოსი თუ დიჯეი აღნიშნავს და აღიარებს, რომ საქართველოში ზოგადად თბილისში ძალიან განვითარებული არის კლუბური ცხოვრება. და რომ ყავს ხარისხიანი მუსიკის მსმენელი და შესაბამისად ქართული მუსიკოსები ძალიან კაი მუსიკას ქმნიან და უკრავენ. შესაბამისად სასურველი იქნება, რომ სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას უთმოდეს ამ ინსტიტუტს, კომპანიების მხრიდანაც უფრო მეტი ხარდაჭერა იყოს და ზოგადად საზოგადოებას უფრო ჩართული იყოს ღამის ცხოვრებაში. დაესწრონ ფესტივალებს, იარონ კლუბებში, სადაც ბევრი ადამიანის საინტერესო ადამიანის გაცნობა შეიძლება და მეგობრების შეძენაც შეიძლება.